ასარეიშვილია პირდაპირ ეთერში. სრულად ოპოზიციური სპექტრი არის იმის მოლოდინში, რომ ქართული ოცნება ყველა ციხეში გაუშვებს და ამის თქმის საფუძველს მათ აძლევთ დღეს ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა მიესაჯათ მაშინ, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი რა თქმა უნდა მართლმსაჯულებისგან გაქცევას არაპირებდა და ის სრულად თანამშრომლობდა გამოძიებასთან. 22 მაისს უკაცრავად არის ზურა ჯაფარიძის პროცესი ჩანიშნული და ანუ მომდევნო კვირას უკვე დიდი ალბათობით წინა სასამართლოს ხდომიდან ზურა ჯაფარიძესაც ხელბორკილებით გაიყვანენ პენტენციურ დაწესებულებაში, იმიტომ რომ მას აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ არ გადაიხდის იმ გირაოს, რომელიც მას სანქცირებულმა სასამართლომ წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო გამოუწერა და კიდევ ერთი ფაქტი, ნიკა გვარამიას პროცესი არის ჩანიშნული 20 ივნისს და რამდენიმე წუთის წინ სწორედ კოალიციად ცვლილებების ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის წერს, რომ არც ის აპირებს გირაოს გადახდას და სრული მზადყოფნა არის საიმისოთ, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა თუნდაც ციხიდან გაგრძელდეს. რაც გადაწყვეტენ ჩემთან მიმართებაში არ ვიცი, მაგრამ რეალობა იგივე არის. ჩემი აზრით ერთადერთი სწორი პოზიცია ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს არის ის, რომ არანაირ გირაო არ შეიძლება რეჟიმთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა ჩემი აზრით, ამიტომ ის რომ ვიღაცები სადღაც შეიკრიბენ საკუთარ დროს პარლამენტი დაარქვეს და მე რაღაცა ვითომ კომისია შექმნეს და სადღაც გიბარებენ რავი, მაგ თამაში არ უნდა აყვენ. მგონია, რომ საბოლოო ჯამში თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და ინდივიდუალურ ქცევაზე დადის ამ რეჟიმთან დაპირისპირება და ის თუ როდის დამარცხდება ეს რეჟიმი. პირველ რიგში სრული სოლიდარობა ბატონ ოქრუაშვილს მისმა დაკავებამ და ადასტურა ის რაც ვამბობთ პირველი წუთიდან როდესაც ამ კომისიაზე დაიწყოს მოქმედი პოლიტიკოსების დაბარება მათ შორის, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ კომისიის იყო პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათ თავზე სისხლის სამართლის დევნის დაკიდება. ხაზალის ჯაფარიძის პროცესი ზოგადად 4 დღეში იქნება, ნახავთ რითი გაგრძელდება ეს ეტაპი პოლიტიკური რეპრესიებისა, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ეს არც ბელორუსია და უკვე არც რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს აბსოლუტურად ბესპრიძელი ქვეყანაში, კრიმინალები, მკვლელები გარეთ დადიან და ამასობაში ციხეში უშვებენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მსახიობებს, წესიერ პატრიოტ ადამიანებს. ვინმეს თუ გონია რომ მასთან ჯერ არ მისულა უსამართლობა, აუცილებლად თქვენს კარზეც დააკაკუნებს. ძალას დაუპირისპიროთ ძალა და ამ კვლელ, მარბიელ, მწამებელ რეჟიმთან ენის მოჩლექით საუბარი, ან თუნდაც მხოლოდ რაღაცნაირად აქცია პერფორმანსებით ფოს ვერ გავალთ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო საპატიმრო აღკვეთი ღონისძიების შეფარდება ოპოზიციისთვის იმ რეპრესიების ერთ-ერთი ხერხია, რომელსაც ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპონენტებს უწყობს.